თავის ტკივილი უმეტეს შემთხვევაში სანაღვლე გზების ნაღვლდენის სპაზმით არის გამოწვეული. მესამე კურსზე გავჭრიდით ბაყაყს მუცელზე და გუნკერტზე და ავხდიდით თავის ქალას. სანაღვლე გზებს უღეზიანებდით ელექტროსტიმულაციით. გული იწყებდა ფრიალს და უცებ ვარდისფერი ტვინი ხდებოდა ლურჯი. ამას მაშინ ეძახოდნენ ქოლე, ნაღველი, კარდიო, გული, ცერებრალურ რეფლექსს. დღეს ამ ქოლე, კარდიო, ცერებრალურ რეფლექსს გუგლითაც კი ვერ იპოვით, მის ხსენებასაც კი. სამწუხაროდ. და უმეტესობა ექიმი იძახის, რომ თავის ტკივილს ვერაფერი ვერ ეშველება და ასე შემდეგ. არადა უმეტეს შემთხვევაში სანაღვლე ნაღვლდენი გზების სპაზმის მოგვარება ნამდვილად თავის ტკივილს აგაცილებთ. უფრო მეტად იძახიან ეხლა პროტოკოლური მედიცინის მუშაკები, რომ ეს ნევროტულია, ნევროზის გამოა, სტრესის გამოა, კი ბატონო, სტრესის გამოა, იმიტომ რომ რატო ხდება ეს სანაღვლე გზების, ნაღვლდენი გზების სპაზმი? იმიტომ რომ ადამიანი ვერ გამოხატავს აგრესიას. მარტივი მიზეზია ხო, ძირითადი სტრესის, უпроსტად დისტრესის. მიზეზი არის ეს, რომ აგრესიას ვერ გამოხატავს და იგროვებს. მარტივად რო ვთქვათ, ადამიანი ხდება ბოღმა და უჩნდება მერე თავის ტკივილი. ძალიან რთულია თქვა, რომ თუ გაგაბრაზეს დაარტყი. რა თქმა უნდა, ხო? მინიმუმ პატრონს გამოიძახებენ. ხო. არ გვაწყობს. ამიტომაც ვისაც თავი გტკივათ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეზიარეთ წყლისმის კულტურას, რომ დაეხმაროთ ნაღველს გადმოვიდეს ნაღლის ბუშტიდან და ამავე დროს კვირაში 2-ჯერ, 3-ჯერ მიბრძანდით სპორტულ დარბაზში, სადაც კიდე აი გრძელი ეგეთი გრუშას ეძახიან, გრძელი, სადაც ხელს, ორივე ხელს და ორივე ფეხს კარგად დაარტყამთ და აი პრესის მოჭიმვით დარტყმისას დაეხმარებით ნაღველს გადმოვიდეს. ეს კარგი ჩვევაა, წყლისცმა რა თქმა უნდა, მაგრამ როცა თავის ტკივილია აუცილებლად უნდა დაემატოს აი ეს ხელ-ფეხის დარტყმები გრუშაზე. სახშიც შეგიძლიათ დაკიდოთ, ვისაც ამის საშუალება გაქვთ, ეზოში გააჯობია მაგას და აი ესე კვირაში 2-ჯერ, 3-ჯერ ურტყით ხელ-ფეხი ამ გრუშას. შეგიძლიათ ამობეჭდოთ იმ ადამიანის სახე პრინტერზე, ვინც გაგამცარად, მიაწებოთ გრუშას და რაც შეიძლება გრძნობით ურტყით. ანუ ეს არ უნდა იყოს მექანიკური და რა თქმა უნდა, კონსულტაცია გაიარეთ გამოცდილ სპორტსმენებთან, ფიზკულტურის მასწავლებლებთან, ბოქსიორებთან, როგორ უნდა გადაიხიოთ მტევნები, მაჯა, როგორ უნდა გაიკეთოთ ბოქსიორსკიების ჩატკი, როგორც ოკუპანტი იყო და დარტყმა როგორ უნდა დაიყენოთ. ურტყით გრუშას კვირაში 2-ჯერ, 3-ჯერ. გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი ჯაბა ტყემელაძე, მკურნალი ექიმი და იყავით ჯანმრთელი.